სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე დღეა შეფასებების თემაა. 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ 6 წლიანი განხილვა დაასრულა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 26 მომჩივანიდან 24-ის მიმართ სასამართლომ წამების აკრძალვის მუხლის დარღვევა დაადგინა. აქედან ერთი ნაწილის მიმართ გამოხატვის თავისუფლების, მეორე ნაწილის მიმართ კი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 656,000 ევროს გადახდა დააკისრა. და კობახიძე ამბობდა, რომ ალტერნატივა არ არის. ამის მერე გახარია დააწინაურეს, თქვენს რომ ეს წინვალე ჩატარებული რაღაც ოპერაცია იყო, გახდა პრემიერ-მინისტრი და მერე ცოტა ხანში უცებ დაიწყეს, რომ გახარია მოღალატეა, რომ გახარია ვიღალატა და მერე დაიწყეს უცებ ლაპარაკო, ჩვენ გვაქვს შეკითხვები, რატო გამოიყენეს რეზნის ტყვეები. ანუ ჯერ იძახდნენ, რომ ალტერნატივა არ იყო, ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღეს. მერე დაიწყეს, რომ ესო ჩვენ არ ვიცითო და გახარია დამნაშავეა, რატო გამოიყენაო. თავისივე საკუთარი გუნდის წევრი, რომელიც ამის გამო დააწინაურეს, მერე მას დააბრალეს ყველაფერი. და თქვენს რომ ეს გახარიას ბრალია, მანისროლა და დანაშაულია. მანამდე იძახდნენ, რომ ალტერნატივა არაა და სწორ ქმედება იყო, მერე თქვენს რომ დანაშაულია. ევროსასამართლომ განიხილა ეს საქმეები და დასკვნა გამოიტანა, რომ ეს იყო დანაშაული. კომპენსაცია დაეკისრა იქ 600,000 евро თუ არ ვცდები, ხა რას უშველის ეს კომპენსაცია ადამიანს, რომელმაც თვალი დაკარგა, ხა იმას ფულადი კომპენსაცია რას დაეხმარება. ეს 600,000 евро ერთ ადამიანზე კი არა, ყველა დაზარალებულზე გაიყოფა ეს თანხა. რაც შეეხება 20 ივნისს და იქ კონკრეტული პირების მოქმედებას გულისხმობ მაშინდელ ხელმძღვანელებს, სამართალდამცავი სტრუქტურების. ამაზე იცით, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩვენ განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაადგენს შეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მარცომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საკანონმდებლო მასნეზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა. ამიერიდან შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება. უფრო კონკრეტულად, თუ აქციის მონაწილეები ხალხის სამოძრაო ადგილას შეკრებას გადაწყვეტენ, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა გააფრთხილონ. უწყებას კი თავის მხრივ ექნება შესაძლებლობა მანიფესტაციის ნაწილებს ლოკაციის ან შეკრების დროის ცვლილებისკენ მიუთითოს. მითითების შეუსრულებლობაზე გამკაცრებულია პასუხისმგებლობაც. შეკრებებით საკმარისი რაოდენობა პირიქით პოლიცია თქვენ დაგეხმარება და ამის მაგალითები არსებობს. ეს ეფემერულად ხო არ ვამბობთ ამას. სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა როგორც სავალი ნაწილის გადაკეთებას, ასევე ტროტუარზეც გადაადგილებასაც და პოლიციამ მხოლოდ ხელი შეუწყო და არაფერი შეფერხება არ ქონია. ასე იქნება მომავალშიც, მაგრამ ის რომ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბოს და თავის ჭკუაზე ქუჩის გადაკეთებას გამოხატვის თავისუფლება დაარქვას, ეს არის წარმოუდგენელი. საპროტესტო აქციის მიზანი ის კი არა სლოვაკეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ არც ერთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. აცხადებს რობერტ ფიცო და ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე საკითხზე კატეგორიული უარის თქმას აანონსებს. ფიცოს თქმით, ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას უკვე გაუგზავნა. ნათლად და ცალსახად გამოხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასწორი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება უბრალოდ უაზრო ხოცვა-ჟლეტაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების გაძლიერების გარეშე. არანაირ გარემოებაში არ დაუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრის სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ნატოს გენერალური მდივნის ბოლო განცხადებებით ცხადყოფს, რომ ბრიუსელში ყველანი დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ. მინისტრმა მარკ რუტეს ბერლინში წარმოთქმული მტკიცებები მოიყვანა, მაგალითად, რუსეთს შეეძლო ნატოზე თავდასხმა 5 წლის განმავლობაში და რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და ხაზგასმით აღნიშნა, მსგავსი განცხადებები მკვეთრ და საშიშ ცვლილებას ნიშნავს. უნგრეთი, როგორც ნატოს წევრი, უარყოფს ამ მტკიცებებს. ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არა უკრაინა, არამედ ნატო. უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის. მსგავსი პროვოკაციული განცხადებები უპასუხისმგებლო და საშიშია. დასინა სიარტომ და მარკ რუტეს ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით მოსკოვს უკრაინელების მიერ დაკორექტირებული ამერიკული სამშვიდობო გეგმა შესაძლოა არ მოეწონოს. ამერიკული პროექტების დაკორექტირებული ვერსია ჩვენ ჯერ არ გვინახავს, როცა მას ვნახავთ შესაძლოა ბევრი რამ არ მოგვეწონოს, თქვა უშაკოვმა. პუტინის თანაშემწის განცხადებით ის, რასაც ამერიკელები უკრაინელებთან და ევროპელებთან ათანხმებენ, მოსკოვსაც უნდა ეცნობოს. ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო შეთანხმების დაკორექტირებული ვერსია გაუგზავნა.